მოგესალმებით. ყველას გემახსოვრებათ ევროკავშირის ლიდერების მხრიდან დაპირებები, რომ უკრაინას მანამ დაუჭერდნენ მხარს, სანამ საჭირო იქნებოდა. ასეთი დაპირებები 2022 წლის თებერვლიდან ბევრი კეთდებოდა. ასეთი განცხადებების რიცხვში შედის უკრაინის გამარჯვებასა და რუსეთის დამარცხებაზე საუბარი. მერე სხვების დამუნათება, რატომ სანქციებს არ უწესებდნენ რუსეთს და რუს ტურისტებს ქვეყანაში რატომ უშვებდნენ. საქართველო ამ მხრივ სამიზნეში იყო ამოღებული. ყველაფერი ეს კი იმიტომ, რომ შემდეგ აქ მეორე ფრონტი გახსნილიყო. გლობალური ომის პარტიის გათვლა მარტივი იყო. საქართველოში ფრონტის გახსნა, შემდეგ იქნებოდა დაუსრულებელი დაპირებები იმაზე, რომ როგორც უკრაინას, საქართველოსაც ასევე დაუდგებოდნენ მხარში მანამ, სანამ საჭირო იქნებოდა და რუსეთსაც დაამარცხებდნენ. გლობალური ომის პარტიის მორჩილებაში მყოფი ევროკრატებიდან ახლა ზოგი თანამდებობაზე აღარ არის, ზოგს პასუხისმგებლობა საერთოდ არ მოეკითხება. ზოგი უფრო მაღალ თანამდებობაზეა, მაგრამ პასუხისმგებლობის განცდა მაინც არ აქვს. სწორედ ასე გამოიყურებიან დღეს ევროკავშირი და მისი ევროკრატი ლიდერები. ევროკავშირი შექმნის დღიდან ასოცირდებოდა ისეთ პოლიტიკასთან, რომელსაც საქმეც თან მოხვებოდა. ევროკავშირის ლიდერების გაცემულ სიტყვიერ დაპირებებსაც კი სერიოზულად უყურებდა მოსახლეობა. ყველაზე უარეს შემთხვევაში ისეთი დაპირებები მაინც არ კეთდებოდა, რაც თავშივე ყველამ იცოდა, რომ არ შესრულდებოდა. დღეს ყველაფერი უკუღმა არის და Deep State-ის გავლენაც სწორედ აქ ჩანს. ბრიუსელის ბიუროკრატები, Deep State-ის მარიონეტები დამკვეთის მოკლებადიანი ინტერესების სასარგებლოდ ამბობენ ყველაფერს, რასაც დაუკვეთავენ. იქნება სამტკიცებელი, რომ უკრაინა ომში იმარჯვებს. ყველა ერთხმად იტყვის, რომ უკრაინა ომში იმარჯვებს. იქნება სამტკიცებელი, რომ უკრაინას მანამ დაუჭერენ მხარს, სანამ საჭირო იქნება. ზუსტად იმავეს გაიმეორებენ და შემდეგ ისე დაიბანენ ხელს, ვითომ არც არაფერი ყოფილა. არაფორმალურმა ოლიგარქიულმა მმართველობამ ევროკავშირში ადამიანის უფლებებთან, სიტყვის, მედიისა და გამოხატვის თავისუფლებასთან, ევროპულ კანონმდებლობასა და მმართველობის სუვერენულ პრინციპთან ერთად ევროპული პოლიტიკური კულტურაც სრულად გააქრო და სათამაშოდ აქცია. ეს ყველაფერი უკრაინის ომის ფონზე ძალიან მკაფიოდ ჩანს. ომის დასაწყისში ევროკავშირმა უკრაინას საბაჟო გადასახადები მოუხსნა იმის ნიშნად, რომ მხარში ედგნენ და ასე იქნებოდა მანამ, სანამ საჭირო იქნებოდა. გადასახადებისგან თავისუფალ რეჟიმს პერიოდულად ახანგსლებდნენ ხოლმე. 23 მაისს ევროკომისიის წარმომადგენელმა ბალაშ უვარიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ევროკავშირმა გადაწყვიტა არ გააგრძელოს უკრაინული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის უბაჟო იმპორტი. ანუ 6 ივნისიდან უკრაინას საბაჟო გადასახადების გადახდა მოუწევს. უკრაინის რადაში ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დმიტრო ნატალუხა ამბობს, რომ საბაჟო გადასახადების აღდგენა უკრაინას ყოველწლიურად 3 მილიარდ 500 მილიონი ევრო დაუჯდება. ასევე მოუწევს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის შემცირება 2025 წლისთვის 2,7%-დან 0,9%-მდე. თან ეს მაშინ, როდესაც უკრაინის სახელმწიფო ვალის რაოდენობაც მატულობს. უკრაინის სახელმწიფო ვალი აპრილში 5%-ით გაიზარდა და 180 მილიარდ დოლარს მიაღწია. ამას დავუმატოთ ახალი ამბავი, რომლის მიხედვით ევროკავშირში განიხილავენ უკრაინის მოქალაქეებისთვის დროებითი დაცვის დირექტივის შეზღუდვას. ანუ ის მოქალაქეები, რომლებიც ომს გამოექცნენ, ევროპის ქვეყნებს შეაფარეს თავი და ცხოვრობენ და მუშაობენ, ევროკავშირში ყოფნის უფლებები შეეზღუდებათ. როგორც ევროაქტივი წერს ყველაზე უკეთეს ვითარებაში, ასეთი დირექტივის მოქმედება კიდევ 1 წელი შეიძლება გახანგრძლივდეს. ასეთ მიდგომებს უკრაინის მიმართ კიდევ უფრო კარგად აჩვენებს პოლონეთის პრემიერის დონალდ ტუსკის განცხადება. როგორც ჩანს, პოლონეთში უკრაინის მხარდაჭერა მხოლოდ პოლიტიკური საკითხი იყო, რომელიც დროებითი უნდა ყოფილიყო. ამ მხარდაჭერით შემდეგ სხვებთან ერთად პოლონეთსაც უნდა ესარგებლა. პირველი, ვინც უკრაინის რესურსებით დიდ სარგებელს მიიღებს, შეერთებული შტატებია. ამის შემხედვარედ დონალდ ტუსკს იგივე სურვილი გაუჩნდა და აცხადებდა, რომ სავსებით არ არის დასაძრახი უკრაინის აღდგენის სამუშაოებიდან პოლონეთმა შემოსავალი ნახოს. პოლონეთს სურს უკრაინის დახმარება, მაგრამ ამ დახმარებით სარგებლის გამომუშავებაც სურს. ასეთი განცხადება ომზე ფულის კეთებას უფრო მეტად გავს, ვიდრე უკრაინის კეთილმოსურნეობას. ეს განცხადებები, შეფასებები და ორმაგი სტანდარტები უკრაინასთან მიმართებით ისევ უკრაინის მიმართ მხარდაჭერად იფუთება ევროპულ მედიაში. ამიტომაც ვამბობთ, რომ დღეს ევროკავშირში თავისუფალი მედია აღარ არსებობს.
მედია, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება მხოლოდ ლამაზი სიტყვებია. არსებობს მხოლოდ Deep State-ის ინტერესი, რაც უკრაინაში ომის შენარჩუნებასა და უკრაინის რესურსებით მაქსიმალური სარგებლის მიღებას გულისხმობს. ამ სარგებლისთვის თითოეული ევროკრატი იტყვის იმას, რასაც დაუკვეთავენ. ასეთი სცენარის შემხედვარეს აუცილებლად უნდა გაუჩნდეს შეკითხვა: სად არიან დღეს ქართველი რადიკალები? 3 და 4 წლის წინ უკრაინის მზეს რომ ფიცულობდნენ და სლავა უკრაინეს გაიძახოდნენ. სად არიან ის რადიკალები, ვინც რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ითხოვდნენ, ჩარტერებით უკრაინაში საომრად მიფრინავდნენ, უკრაინაში სამხედრო დახმარების გაგზავნას ითხოვდნენ. ეს რადიკალები ისევ ქუჩაში არიან. უბრალოდ ვინაიდან დროებით დაკვეთა შეიცვალა, ამიტომ არჩევნებს ითხოვენ და სათავეში პენსიაზე გასული ხნიერი ქალბატონი ჰყავთ ჩაყენებული. მათ გასამხნევებლად დროდადრო გლობალური ომის პარტიის მარიონეტები, ევროპარლამენტარები და ზოგიერთი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ჩამოდიან. უკრაინასთან მიმართებით ევროკრატების ცინიზმის პოლიტიკის შესახებ ნახეთ გიორგი მდივანის სიუჟეტი. ევროკავშირის ორმაგ სტანდარტებზე და ფარისევლობაზე ბოლო პერიოდში ბევრი ადამიანი საუბრობს. ჩვენი მაყურებლისთვისაც სიახლე არ უნდა იყოს ევროგაერთიანების და მისი გარედან მართული ბიუროკრატების არათანმიმდევრული, რიგ შემთხვევაში უპრინციპო დამოკიდებულება სხვადასხვა საკითხების მიმართ. ევროკავშირი ერთის შეხედვით უკრაინის დახმარებას ცდილობს. მისი ლიდერები ამის შესახებ ბევრს საუბრობენ, მაგრამ ეს უფრო უკრაინის გამოყენებას და უკრაინელი ხალხის მსხვერპლშეწირვას წააგავს, ვიდრე მათ რეალურ დახმარებას. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ევროკავშირმა რუსეთს 20,000-მდე სანქცია დაუწესა. ის მსოფლიოში ყველაზე სანქცირებულ ქვეყნად აქცია, მაგრამ ამის მიუხედავად ევროპული ქვეყნები დღემდე ვაჭრობენ რუსეთთან. არათუ ვაჭრობენ, ზოგიერთ სექტორში საერთოდ გაცხოველებული ეკონომიკური ურთიერთობა მიმდინარეობს რუსეთსა და დასავლეთს შორის. ევროპული Deep State-ი ცალიჯებიდან რუსეთს აფინანსებს სირიბად, მეორე ჯებიდან კი უკრაინას ეხმარება მცირედით, რათა მან ეს ომი გააგრძელოს. ევროპამ სამწუხაროდ რუსული გაზის და ნავთობის საყიდლად უფრო მეტი ფული დახარჯა ვიდრე უკრაინის დასახმარებლად. დაფიქრდით ამაზე. მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, ევროკავშირმა რუსეთისგან 200 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების გაზი, ნავთობი და ქვანახშირი შეიძინა. ევროკომისიის მონაცემებით კი იმავე პერიოდში ევროკავშირმა უკრაინის ფინანსური, სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარებისთვის მხოლოდ 133 მილიარდი euро გამოყო. რა შეიძლება უწოდოთ მსგავს დამოკიდებულებას მაყურებელმა თვითონ განსაჯოს. ამის შესახებ სხვადასხვა დასავლურ რეპორტებშიც იყო აღნიშნული, რომ ომის დაწყებიდან 3 წლის შემდეგ ევროკავშირი რუსული სასარგებლო წიაღისეულის შესაძენად უფრო მეტ ფულს ხარჯავდა ვიდრე ომში მყოფი უკრაინის დასახმარებლად. აქ საუბარია რუსეთთან პირდაპირ ვაჭრობაზე და მხედველობაში არ არის მიღებული მესამე ქვეყნების მეშვეობით რუსული ენერგორესურსების შეძენა, რაშიც ევროკავშირი წარმოუდგენლად დიდ თანხებს ხარჯავს. ამის შესახებ ოდნავ მოგვიანებით გიამბობთ. რუსული თხევადი გაზის იმპორტი ევროკავშირში წლიდან წლამდე იზრდება. 2024 წელს საერთო ჯამში 6 მილიარდ 300 მილიონი ევროს ღირებულების თხევადი გაზი შეიძინა ევროგაერთიანებამ, რაც 18%-ით უფრო მეტი იყო ვიდრე წინა წელს. დაიჯერებთ თუ არა, რომ ევროკავშირმა გასულ წელს იმ მოცულობის 52% თხევადი გაზი შეიძინა, რაც ერთმა ქვეყანამ გაყიდა. აბა თუ გამოიცნობთ, რომელი ქვეყანაა? პუტინის რუსეთი. დიახ, რუსეთს სანქციებს უწესებენ. უკრაინის დახმარებაზე საუბრობენ, მაგრამ რეალურად ისინი პუტინის რეჟიმს აფინანსებენ. რუსული გაზის და ნავთობის გარდა ევროკავშირი აქტიურად ვაჭრობს რუსეთთან სხვა მნიშვნელოვანი ნედლეულით. რუსულ რკინას და მეტალს ევროგაერთიანების საიმპორტო გრაფაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. 2024 წლის მონაცემების თანახმად ევროკავშირმა რუსეთიდან 2,5 მილიარდი ევროს ღირებულების რკინის და მეტალის იმპორტი მოახდინა. ევროკავშირის ფლიდობას ისიც ამძაფრებს, რომ რუსეთთან იმპორტის გარდა პირდაპირ ევროკავშირის დედაქალაქში რუსული ფოლადსასხმელი ქარხნები კვლავ აგრძელებენ მუშაობას დაუბრკოლებლად. ჩვენ ბრიუსელში ვართ, ევროკავშირის შუაგულში. ჩემს უკან ევროკომისიის შენობაა. სწორედ აქ მიიღება სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ამ ადგილიდან 4 წუთის სავალზე 2 ფოლადსასხმელი ქარხანაა, რომელიც ერთ-ერთ უმდიდრეს რუს ოლიგარქს, ვლადიმერ ლისინს ეკუთვნის. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ეს ქარხნები კვლავ აგრძელებენ მუშაობას. ვლადიმერ ლისინი, რომელსაც უამრავი აქტივი გააჩნია, ნოოლიპეცკის ფოლად ჩამომსხმელი ქარხნის მესაკუთრეა. ამ ქარხანას კი რუსეთის საომარი მანქანისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა გააჩნია, რადგანაც სწორედ ის ამარაგებს რუსეთის სამხედრო ინდუსტრიას მნიშვნელოვანი კომპონენტებით.
ლისინი ბელგიაში ორ უმსხვილეს მეტალურგიულ ქარხანას ფლობს და ევროკავშირის ის დღემდე არ დაუსანქცირებია. როგორც EU ობზერვერი იტყობინებოდა, ლისინის დასანქცირების წინააღმდეგ ბელგიის მთავრობა გამოვიდა, რომელთა წარმომადგენლების თქმით ეს ქარხნები ბევრ ადამიანს ასაქმებს და ბელგიისთვის ეს მნიშვნელოვანი იყო. როგორც ვხედავთ, ევროკავშირის დედაქალაქში მსგავსი საქციელი უხერხულობას არავის უქმნის. ევროკავშირი ასევე რუსული სასუქების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მომხმარებელია. 2024 წლის პირველი ნახევრის სტატისტიკის თანახმად, რუსეთიდან ევროკავშირში სასუქების ექსპორტი წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 70%-ით გაიზარდა. ფულად გამოხატულებაში კი 5 თვის მანძილზე 703 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა. მაკრონის საფრანგეთი კი რუსეთის გამდიდრებული ურანის ერთ-ერთი მთავარი კლიენტია. ბირთვული საწვავი საფრანგეთს ატომური ენერგეტიკისთვის სჭირდება. გამდიდრებული ურანის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მარაგები კი რუსეთს აქვს. 2024 წელს ევროკავშირმა რუსული ურანის შესაძენად 700 მილიონი ევრო დახარჯა. ევროკავშირმა რუსეთის მთავარი ბირთვული კომპანია როსატომის საერთოდ არ დაასანქცირა. მაკრონის ბაქიბუქობის და კიევში მატარებლით ვიზიტების ფონზე კამერების მიღმა ფრანგები არა მარტო რუსეთის ბირთვულ პროდუქტებს მოიხმარენ, არამედ რუსებთან ერთობლივ კომპანიებსაც აფუძნებენ. უბრალოდ ამის თაობაზე გლობალური deep state-ის მიერ ევროპული მედია საშუალებები არ საუბრობენ. ფრანგულმა ბირთვულმა კომპანიამ ფრეიმატომმა რუსულ როსატომთან ხელშეკრულება დადო ბირთვული საწვავის ერთობლივ წარმოებაზე. როგორც ვხედავთ, ევროკავშირი რუსეთთან დაუბრკოლებლად ვაჭრობს და ამ დროს ბრიუსელში უკრაინულ პროდუქციაზე ახალი ტარიფების დაწესებას განიხილავენ. ქვეყანა ომში სისხლისგან იცლება, ეკონომიკა ჩამოენგრა და ამ დროს ევროკავშირი თავის ეგრეთ წოდებულ პარტნიორს ტარიფებს უწესებს. არადა არ დაგვაუწყდეს, რომ უკრაინას, ისევე როგორც საქართველოს, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება აქვს გაფორმებული. მაგრამ როგორც ჩანს, ეს ხელშეკრულება არც ისე თავისუფალია, როგორც შეიძლება ბევრმა იფიქროს. იქამდე 2024 წელს პოლონეთი, ჩეხეთი და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნები უკრაინას ცალმხრივ ტარიფებს უწესებდნენ, რადგანაც მათი თქმით უკრაინული მარცვლეულის დიდი რაოდენობით ექსპორტმა ევროპულ ბაზარზე ფასების დაცემა და ადგილობრივი ფერმერების მასობრივი უკმაყოფილება გამოიწვია. ახლა კი უშუალოდ ევროკავშირი აპირებს უკრაინისთვის დამატებითი შეზღუდვების დაწესებას. რაზე მეტყველებს ეს ყველაფერი? ერთის მხრივ ევრობიუროკრატია რუსეთთან აქტიურად ვაჭრობს, მეორეს მხრივ კი ომში მყოფი უკრაინიდან გაზრდილი ექსპორტის შემცირება სურს ევროპულ კონტინენტზე. რა შეიძლება დაერქვას ასეთ საქციელს ისევ მაყურებელმა გადაწყვიტოს. აი ამ ყველაფრის პარალელურად ევროპარლამენტში უკვე რამდენიმე ანტიქართული რეზოლუცია მიიღეს, სადაც საქართველოს რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესებას თხოვენ. თვითონ მშვენივრად ვაჭრობენ სტრატეგიულად მნიშვნელოვან სფეროებში და ჩვენ მოგვიწოდებენ, რომ რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობა შევწყვიტოთ. განა ვერ ხვდებიან იმას, რომ ანტირუსული სანქციებით საქართველო პირველ რიგში საკუთარ ეკონომიკას დააზიანებს. თან ყველაზე მეც ვინც გვემუქრება და თითისქნევით ვინც გველაპარაკება, ბალტიისპირელი პოლიტიკოსები. მათი ქვეყნები რუსეთთან ვაჭრობას კვლავ აგრძელებენ. ყველაზე დიდი რუსოფობიითაც ბალტიისპირეთის ქვეყნები ამახსოვრებენ ყველას თავს, მაგრამ რუსეთთან ვაჭრობა მათ არ შეუწყვიტავთ. ერთმანეთზე პატარა სამი ბალტიური ქვეყნის წარმომადგენლები, რომლებიც ყველაზე ხშირად ლაპარაკობენ რუსეთთან ომის გაგრძელების აუცილებლობაზე, მაინც ცდილობენ პირადი სარგებელი ნახონ რუსეთთან ვაჭრობით. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან ალკოჰოლური სასმლის ექსპორტი რუსეთში საგრძნობლად გაიზარდა. ევრონიუსზე გამოქვეყნებული მასალის თანახმად, 2023 წელს ლატვია რუსეთში ვისკის უმსხვილესი ექსპორტიორი გახდა. 2023 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით რუსეთმა 244 მილიონი ევროს ღირებულების ვისკის იმპორტი მოახდინა, საიდანაც 177 მილიონი ევრო ლატვიაზე მოდიოდა, ხოლო მისმა მეზობელმა ლიეტუვამ 27 მილიონის ღირებულების ვისკი შეიტანა რუსულ ბაზარზე. Deutsche Welle-ის ინფორმაციით, ლატვიის ექსპორტმა რუსეთში 2023 წელს 1,100 მილიონი ევრო შეადგინა, რომლის ნახევარსაც ალკოჰოლური სასმელები, წვენები და ძმარი შეადგენდა. ასევე ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ კომპანია, რომელიც ლიეტუვის სოციალური დაცვისა და შრომის სამინისტროს მრჩეველს ეკუთვნის, მილიონობით ევროს ღირებულების დასავლური ბრენდების მდიდრულ ტანსაცმელს მესამე ქვეყნების გავლით რუსეთში ყიდდა და ამით რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არღვევდა. ლიეტუვური მედიის ცნობით, კომპანია სახელწოდებით მელინშილისმა 2023 წლიდან 2024 წლის გაზაფხულამდე რუსეთში 4,5 მილიონი დოლარის ღირებულების ბრენდული ტანსაცმლის ექსპორტი განახორციელა. მათ შორისაა Nike-ის, Tommy Hilfiger-ის, Puma-ს, Calvin Klein-ის და Adidas-ის საქონელი. ანტირუსული რიტორიკი და უკრაინის ომის გაგრძელების სურვილით შეპყრობილი კიდევ ერთი აღმოსავლეთ ევროპული ქვეყანა, პოლონეთის ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე აგრძელებს რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობას. პოლონეთი სხვათა შორის რუსული სასუქების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მომხმარებელია ევროპაში. უკრაინულმა გამოცემა კიევ-პოსტმა 2024 წელს სტატია გამოაქვეყნა სათაურით თუ როგორ უთხრის ძირს პოლონეთს და რუსეთს შორის ვაჭრობა ევროკავშირის მიერ დაწესებულ ანტირუსულ სანქციებს.
2023 წელს პოლონეთმა რუსეთიდან 2 მილიარდ 600 მილიონი ამერიკული დოლარის ოდენობის პროდუქციის იმპორტი მოახდინა, ხოლო ბელორუსიდან კი ანალოგიური მაჩვენებელი 450 მილიონი დოლარის ტოლი იყო. მარტო სოფლის მეურნეობის პროდუქციას თუ გადავავლებთ თვალს, ამ სექტორის იმპორტმა რუსეთიდან პოლონეთში 117 მილიონს მიაღწია და 2021 წლის მაჩვენებელს გადაუსწრო, ანუ სანამ უკრაინის ომი დაიწყებოდა და ევროკავშირი თავის სასანქციო პოლიტიკას დაიწყებდა რუსეთის წინააღმდეგ. მიმდინარე წლის მონაცემებით კი პოლონეთი რუსული კიტრის ყველაზე მსხვილი იმპორტიორი გახდა ევროპაში. ხოლო 2025 წლის მარტში პოლონეთმა 2 მილიონ 700.000 ევროს ღირებულების კიტრი შეიძინა რუსეთისგან. აქ საუბარია ისევ და ისევ რუსეთთან პირდაპირ ვაჭრობაზე. თუმცა რამდენიმე მსხვილი ევროპული ქვეყანა ასევე აქტიურად ვაჭრობს რამდენიმე აზიურ ქვეყანასთან. განსაკუთრებით კი ეს ვაჭრობა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ გაიზარდა, რაც გონივრულ ეჭვს აჩენს, რომ ეს ევროპული ქვეყნები ისევ რუსეთთან ვაჭრობით არიან დაკავებულები, ოღონდ შემოვლითი გზებით. რაც შეეხება ეკონომიკურ ურთიერთობას, უნგრეთი რუსეთთან გამჭვირვალედ ვაჭრობს, მაგრამ რამდენად გამჭვირვალედ ვაჭრობთ თქვენ? რამდენიმე ქვეყანა რუსეთთან აქტიურად ვაჭრობს სანქციების გვერდისავლით? აი ციფრები. ევროკავშირი ყოველთვიურად რამდენიმე აზიურ ქვეყანაში დამატებით 1 მილიარდი დოლარის პროდუქციის ექსპორტს ახდენს, ვიდრე ეს ომამდე იყო. რატომ? იმიტომ რომ თქვენ სანქციებს გვერდსუვლით. გერმანული, ფრანგული და ესპანური ბიზნესი სანქციებისგან თავს იძვრენს. უკრაინის ომის დაწყების შემდეგ დასავლურმა ქვეყნებმა 8.5 მილიარდის დოლარის ღირებულების რუსული ნავთობი შეიძინეთ თურქული და ინდური გადამამუშავებელი ქარხნებისგან. და ამის შემდეგ ჩვენ გვაკრიტიკებთ? ვიქტორ ორბანმა სწორი შენიშვნა გააკეთა. უნგრეთის მსგავსად საქართველოს გამჭვირვალედ ვაჭრობს რუსეთთან, რასაც ვერ ვიტყვით ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაზე. ამის კარგი მაგალითია ინდოეთი, რომელიც რუსულ ნედლ ნავთობს ყიდულობს, მას ამუშავებს და შემდეგ ევროკავშირს ამარაგებს. ინდოეთი, რომელსაც ნავთობის მარაგები ფაქტიურად არ გააჩნია, ევროკავშირში ნავთობის ყველაზე მსხვილი ექსპორტიორია. ანუ ევროკავშირი ისევ მოიხმარს რუსულ ნავთობს, ოღონდ ამით ინდოეთიც ხეირობს. და მსგავსი სქემები ეკონომიკის უამრავ სექტორში გვხვდება. მაგრამ ეს ყველაფერი არაა. დასავლური კომპანიების მიერ წარმოებულ უამრავ კომპონენტს შეიცავს რუსული რაკეტები და სხვა სამხედრო ტექნიკა, რომლითაც უკრაინა აგერ უკვე მეოთხე წელია იბომბება. დასავლური ჩიპებია ძალიან ბევრ რუსულ რაკეტაში, რომლითაც უკრაინული ქალაქები ნადგურდება. როგორც ინსაიდერის გამოძიების შედეგად ვიგებთ, იტალიური კომპანია MT Marchetti დიდი ალბათობით იმ ავტომატურ დეტალებს აწვდის რუსეთს, რაც მაღალტექნოლოგიური სამიზნეებისთვის გამოიყენება, T-90M-ის ტიპის ტანკებისთვის, რაც ჯარისკაცებს საშუალებას აძლევს ტანკის შიგნიდან გარე რადიუსზე არსებული მდგომარეობის ვიზუალიზაცია მოახდინონ. მსგავსი სამიზნეების გარეშე რუსი ჯარისკაცები შეზღუდულები იქნებოდნენ მოქმედებაში და მხოლოდ დრონების იმედი ექნებოდათ. ევროპული დეტალების წყალობით კი მათ დამატებითი თვალი უჩნდებათ. ანუ როგორც ვხედავთ, ევროპული ქვეყნები და კომპანიები არათუ რუსეთთან აქტიურად ვაჭრობენ, არამედ რუსულ სამხედრო მანქანას ამარაგებენ სხვადასხვა დეტალებით. ამის შემდეგ ევროკრატებს ვინმეს კრიტიკის ან დამუნათების მორალური უფლება თუ აქვთ, რუსეთთან ვაჭრობის თაობაზე ისევ ჩვენმა მაყურებელმა გადაწყვიტოს. დღეს ევროკავშირის პოლიტიკა უპრინციპობისა და ორმაგი სტანდარტების პოლიტიკად იქცა, რასაც ბუნებრივია, არაფერი აქვს საერთო იმ ძველ ევროპასთან, რომელიც ჩვენ გვახსოვს. დღეს ევროპა ყოფილი ევროპაა. არალეგალური მიგრაციის, LGBT პროპაგანდის, სუვერენიტეტის დაკარგვისა და ევროპულ იდენტობასთან ბრძოლის გარდა, ევროკავშირის წინაშე დგას ყველა იმ ევროპული ღირებულებებისა და ფუნდამენტის დავიწყება, რომელზეც ის იდგა. შედეგად ევროკავშირის ეკონომიკა დაღმასვლის სპირალში შედის. უკრაინის ომი მაქსიმალურად იწელება და ამაში ბრიუსელის ბიუროკრატია მთავარი მარიონეტია Deep State-ის ხელში. ამ ფონზე სრულიად ბუნებრივია, რომ უკრაინაში ომის დაწყებისას ყველა ევროპელი ლიდერი უკრაინას მხარში დგომას უცხადებდა მანამ სანამ საჭირო იქნებოდა. დღეს კი უკრაინას მხარში უდგანან იმისთვის, რომ თავად მიიღონ სარგებელი. მე იოანე შაიშმელაშვილი ვარ. კვირაში 4 ჯერ 21 საათსა და 15 წუთზე. უყურეთ ევროკრატიას.